კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით დღეს წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღში ფონდ „გავამწვანოთ საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ილია მეორე თვითონაც დაესწრო. მან სტუმრებს სიტყვით მიმართა და აქცენტი მსგავსი აქციების მნიშვნელობაზე გააკეთა. საპატრიარქომ ფონდს 50,000 ლარი გადასცა. თავისი წვლილი შეიტანა ფონდის ბიუჯეტში Silk Road ჯგუფმაც, რომელმაც ფონდს საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთების საფასური გადაურიცხა. დღის ბოლოს გერმანელი პიანისტის კონცერტიც გაიმართა, ხოლო პირველი ხე ვერცხლისფერი სოჭი წინანდლის ბაღში თავად პატრიარქმა დარგო. რომელიც დაარსდა დამწერლობისათვის შეიტანოს თავისი წვლილი და ჩვენ შეგვაქვს 50,000 დოლარი. ეს ფონდი და მსგავსი სხვა ფონდები თუ კიდევ შეიქმნება მომავალში საქართველოში გახდება საშუალება იმისა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდეს მუშაობა და გულისხმობს პარკების გაშენებას, დეგრადირებული ტყეების აღდგენას, ქალაქების გამწვანებას. ეს ინიციატივა მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ეს მთავრობის მოვალეობა არის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნება ისეთი ეფექტური და პატრიარქის ინიციატივა ძალიან დროული და სწორი იყო, როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ მოხდეს კონსოლიდაცია, გაერთიანება ყველა ძალისხმევის, როგორც სამთავრობო, ასევე საზოგადოების.